ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia ტექნიკურად მორალურად მოქოქეს USA to Georgia საბერძნეთთან დაიწყეს ტვირთების ჩამოყალიბება. გამარჯობათ მეგობრებო, არხის გამომწერებო, კარგო ხალხო. გამარჯობათ. ბატონო დავით, შევწოთ სიმინდი. სიმინდი შეგიწვია? კი. მე შემიწვია თან მრავალგზის. მაგრამ ეხლა ისეთი მეთოდი აღმოვაჩინე. მე არ მიჭამე ამ მეთოდით, პირველად ვაკეთებ. რაღაცა მოგზაურთა კლუბში ვნახე. რაღაც არაბული ქვეყანა იყო, ან პაკისტანი იყო, ინდოეთი, მოკლედ რაღაცა იყო და ტიპი იდგა სიმინდს ეგრე აკეთებდა. სიმინდი სადაური მცენარეა, იცი? ამერიკული. ამერიკული. ზია მაიას შემოგვიტანა. მაიას ტომებმა. მაიას ტომს იცი რა ჯეროდათ? რომ თვითონ დაიბადნენ სიმინდისგან. ხორბალი არ იცოდნენ, მარცვლოვანი პორტულიდან ცოდნენ მარტო სიმინდი. და ამისგან აკეთებდნენ, რავი, ღომსაც, ათასუბედურობას აკეთებდნენ. ურის მაგიროთა ხმარობდნენ რა. მოკლედ, ჯერ ვთქვათ, აი ესენი რატო გვილაგია. თან კაიბლომათ რა. იმიტომ გვილაგია სიმინდი, ანუ აი ესეთი რაღაცაა, იყურეთ. დააგჭირდებათ. ახლო მოიტანე მარილი, იცო? რამდენი მარილია საჭირო? მარილი, სიმინდი, მარილი ბევრით არის საჭირო და აი ესეთი რაღაცა, აი ესეთი რაღაცა. რამე ჯამი უნდა იყოს სუფთა და სიმინცო გაარჩევთ. აი ესე სიმინცო გაარჩევთ. მერე დააზომეთ აი აქ რომ ბოლომდე ჩავიდეს. ანუ გადადებული არ იყოს რა. შემდეგ შენ ბატონო დავით გაარჩიე, მე ამას დავამზადებ. იღებთ მარილს და ამის ამოსებას იწყებთ. რამოდენიმე კოლოფი გახსნილია ეს. მარილი ძვირი არ აღის. თან მე არ ვიცი რა გისმენთ. არა რა არის, იცი, ამას რო გამოიყენებთ ამ მარილს. მერე შეგიძლიათ ეს რამე ქილაში ჩაყაროთ და ჩვეულებრივ შეინახოთ. მარილი ერთადერთი არაორგანული ნივთიერებაა, რომელსაც ვჭამთ. ამიტომ ეს არ გაფუჭდება. შანსი არ არის და ნახეთ. მარილი ხო ჩავყარე. უნდა ჩაიფლას. ნუ ეს არა და ის 3 ცალი ეს მგონი თითო კილოანია. ხო, კილოანია. 1000 გრამია, კი ბატონო. ამას გავხსნი. უნდა ისე გიყვარს ბატონო დავით? სიმინდი? ხო. კი. აი კიდე. შენ წინაპარი ინდოელი ხო არ იყო? აი ეს. აი შეხედეთ. მე უნდა ვიცოდე. აი მომენტი რომელი მეტარო ხო გასუფთავე. გავასუფთავე. ეს ქენი მარტო? რა. არა, ორი კიდე მოსქენი. ნახეთ რომ სიმინდი იყო ჭყინტი რა, მოსახარში სიმინდი. არ შეიწვება. და ნახეთ ჭყინტი რასა ნიშნავს. ვიცი ბევრმა იცის, მაგრამ აი შეხედეთ. მე აი ესენ მდგომარეობაში და ფშხილცო დააწვევით. აი ესა თეთრზე უნდა გამოდიოდეს რა. თურზე არ გამოდის და აი ეს მაგალითად უკვე შემოსულია, გაყვითლებულია. ესო მოიხარშოს კარგი იქნება, ანუ ამისგან არ გამოვა. უნდა იყოს ჭყინტი სიმინდი. აი ეს. ეხლა ამისი მთელი მუღამი რა არის? მარილი რო გაცხელდება აი ამაში, აჩვენე? რო გაცხელდება, უნდა შიგნით ჩაიფლას. აი ესე. არა, ნუნდები. ჩაფალი. ეს მოატეხე მე, ხედავ რომ ზედმეტია. აი ეს. ჩაიფლება ესე. ზემოდან წაიყრება და დაიმარხება. მარილს აქ ერთი თვისება რა, რავი, ბავშვობაში თუ ეხლა თანამედროვე ხალხი ხართ, მაგრამ ჩემი თაობის ხალხი თუ გვიყურებს, აი ყურიოდ კიოდა და რაღაცა დიდხანს ტემპერატურის შენარჩუნება უნდა და მარილს
ტომსიკაში დებდნენ ხოლმე. და აცხელებდნენ. გამიგე ბატონო დავით. შენ გადარჩენილი ხარ ხო მე ეგეთი ველური მეთოდებით არ აყურნავ. მარილი გაცხელდება. აი ცეცხლი გვინთია, ცეცხლი დავდებთ, ამას გავავარვარებთ, მაგრამ მერე სიმის მარილში ჩავფლავთ, წავაყრით და უნდა გამოვიდეს ოქროსფერი გემრიელი რაღაცა. მოკლედ სიმინდი. პირდაპირ ვიტყვი კიდევ ერთხელ რა, არ მიჭამია, არ ვიცი რანაირი გამოვა, მაგრამ იდეაში კაი უნდა გამოვიდეს. ჭკინტი სიმინდი, აი ესეთ გარემოში უნდა გამოვიდეს კარგი. ეხლა გავთიშოთ და რო ჩავფლავ და მივიტან და გავაცხელებ, გაჩვენებ და ვნახოთ რა გამოვიდა. შვენიერია ბატონო დავით. ბატონო დავით, სიცხლი დავვადკი. ეს ახლა გავასწორებ. ისე ინდიელების ღმერთს რა ერქვა თუ სიმინდიდან? რომელი ინდიელების? აი სიმინდიდან რა ქვია როგორ ეგონათ რომ დაიბადნენ. მაგათ ღმერთს? ხო. კეცალკუატლი ერქვა და მეორეს გონი პაჩაკუტი, წამო? დარწმუნებული ხარ? მოკლედ ეხლა ისეთი რამეა, რომ თუ გაზზე შემოდგავთ, ალბათ უკეთესი იქნება რა. თავარია, რომ დიდი ტემპერატურა კონდეს. მარილს ეხლა თავისი ისა აქვს, რა ქვია, გაჯანდაბა. ნოტიო იქნება. ჯერ გამოშრება, შეიძლება ორთქლია უშვას არ შეგეშინდეთ რა. კიდე ერთხელ ვიტყვი, ეხლა ვიღაცამ თქვა ამოდენა მარილი და რაღაცა. ამოდენა მარილი რო აქვს, მარილი საერთოდ არაფერი არ გამოიწ ცეცხლი არ მოგეკიდოს. გაცხელდება, გაიგე ბატონო დავით. გაცივდება, იქნება ისევ მარილი. შეგიძლიათ მერე საჭმელით მოამზადოთ. ეს არ გაჭუჭყიანდება, არ შეიბოლება, არაფერი არ მოვა. პირიქით. უნდა მეთქო ბაქტერიებიც მოხდება მეთქი, მაგრამ ამაში ბაქტერიები ვერ ახარობს მარილში. აი. ბატონო დავით. იცი რომ რასაც ადამიანი ჭამს ადრე ან ცოცხალი იყო ორგანიზმი, ან მცენარე. ერთადერთი მარილია, რომელიც არის ქანი. გამიგე, აი როგორც რკინა რაღაცა. და ორგანიზმი ამას გონი ვერ იღებს. მარილი სასარგებლოა? ბევრი არა. მაგრამ უმარილოთ ორგანიზმი დაიტანჯება რა. თუმცა არა უმარილოთ არა, სასარგებლოა მარილი რაღაცა დოზით. ბევრი მარილი არ არის რა, კარგი. ძვლებისთვის არის კარგი. მოკლედ ეხლა მეგობრებო, ეს გაცხელდება. უნდა გავარვარდეს რა. რო ჩავფლავთ, დრო დავინიშნოთ, პირველად ვიძახ კიდე არ შემიწვია მეთქი და გეტყვით რამდენი ხანში უნდა ამოიღოთ რა. მე მგონია კაი გამოვიდა. გონია? მეც ეგრე მგონია რა, იქა ვნახე რომ მაგარი გამოვიდა და თუ გაზზე დააყენეთ, უფრო დაუბედავს და იმას იზამს. კაი ეხლა ბაჭ გაცხელდეს ესა და მე ვნახოთ რა გამოვიდა. ჩვენთან უფრო მალე გაცხელდება, იმიტომ რომ ცეცხლდება. ნო, კაი ტემპერატურაზე ზის კი ბატონო. ასე მეგობრებო, ახლა მოიტანე. და მარილი გახდა რუხი ფერის. ეგ იმის ბრალია რომ შიგ რაღაცა არა მარილი რაც იყო ისინი დაიწყო. ეხლა ბატონო დავით, წადი და ისინი მომიტანე. თვითონ ტარუე. აი 4 წელს მოდი. ვიდეოების გადაღებაში გვეხმარა USA-ი ჯორჯია. რავი, ეხალხი ყველანაირად გვერდზე გვიდგა და მაგა ძალიან მაგარი რამე ჩართეს ბატონო დავით. გისმენ? მოგაქვს? კი. სუყარას ნუ წამოიღებ, აქ 3-ზე მეტი არ ჩაეტევა, ან 4 წამოიღებ. 4 წელი მოვა. მოდი. ხოდა USA-ი ჯორჯიამ ჩართო მაგარი რაღაცა საბერძნეთთანაც ჩამოვაქვთ ეხლა. სხვადასხვა რაღაცეები მოიტანა. აჰა. ეს გამომართვი. ეს გამომართვი, აი ეს გამომართვი. ჯერ ორი ჩავფლოთ. ასე რომ ჩვენი ძმაკაცებიან ეგენი. აჰა. ერთი ჩავდე და წავფალი. დავასაფლავ. არა, ეგეც რაღაც სისულელებს ნუ იძახი ბატონო დავით. მე ხომრე აი. არა, ხო იცი კაცმა ხუმრობა არ იცოდაო და ცუდი რამე ჩაიდინაო. არ შეიძლება ეგრე. დაუმარხედა რამე საჭმელზე არ უნდა თქვა. ჩავფალით. ეს ერბედა. კაი, ეგ ჯერ არ არა. აი დავდე. ნუ ეხლა თუ დიდი რაღაცა გაქვთ, ხო ჯამიან რამე. შეგიძლიათ რომ
10 ერთად გააკეთოთ, მაგრამ აი ახლა მე რახან მაინც ექსპერიმენტის სახით ვაკეთებ 2 ცალი ჩავფალი. ხო და პატარას მერე გადავქეკავ ხოლმე ვნახავ რა, ფერს რო შეიცვლის. ამოვიღოთ გავსინჯო და ვნახოთ, მეც ძალიან მაინტერესებს რა გამოვა. თუ ვინმეს გაგიკეთებთ ეს ან სხვა მეთოდით. კომენტარში თხოვნა იქნება რომ დაწერეთ. ვინ როგორ აკეთებს. ერთმა მომწერა იარაღის გარდაო ყველაფრის განხილვაო და ვინც ეგეთ რამეებს აწეს, ჩვენ არ გვიყურებთ ალბათ. ჩვენ სპეციალური არხი აქვს, სადაც მხოლოდ იარაღია. მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღი, ქვია. იარაღის განხილვა რა? ჩემ მეგობრებიც მეუბნები. იციან რომ მეორე არხი გვაქვს. შენ არ ეუბნები? მეუბნები. და ისინი რა ძახიან? მაინც. ხო არა, ხო აი მაგას ვიძახშო, ცოტა გონების განძრევა ხო უნდა მაგს ეკითხა რა. მოკლედ ეხლა შეიწოს. ყველა ვარიანტში იმედი მაქვს რომ შეიწოვა და ვნახოთ რა გამოვიდა. და? მოკლედ სულ 5 წუთიც არ გავიდა რა და? ცოტა გამოთხაროთ. შეიწვა. ეს გემრიელი იქნება, მაგარი. შეიწვა, მაიცა, ბატონო დავით ის მომეცი. აიცა, მოდი, იმაზე დავდებ, თივაზე. გაცვით. ეს მარნიც გავაყრევთ. მოკლედ, აი ესეთი რაღაცა გამოვიდა, აი. ხელის მოკიდებაც არა, ძალიან ცხელია. შეგიძლიათ მერი მარილი გააყაროთ, ისა გააყრევინოთ რა. მე კამი დროსაც. თქვენ იმაზეა დამოკიდებული, პირის გემოზე. ბატონო დავით. აი, ესე შეგიძლიათ აი. დაბრუნდა თავისში. დაბრუნდა თავისში. მე მაგალითად მარილიანი არ მიყვარს მაინცა და მაინც. ლაში არც მე არ მიყვარს. ერთ რამეს ვიტყვი რა, პირველად რო ჩავფალი ეს მომივიდა ძალიან დაბლა, ანუ მარილი ბევრი უნდა ჩაყაროთ რა. მოდი ახლა მე ამას გავსინჯო. და ვნახოთ რა არის. Dankeschön. ძალიან რაშია. მარილია გასახარი. რაშია. შეიძლება იმას ავი. ხუნჯი ქონდა რაღაცა გადაატარა. თუ გააცრით იმას მარილს. ვერ შევჭამე. ნადო ცხელია. გბილები. მე შემიძლია ეს რამე გითხრა, თუ მარილი არ გიყვართ, შეგიძლია ფოლგაში გაახვიოთ. ისე ჩააგდოთ. და ძალიან შეიწვება ორივე მხრიდან. ეს მრავალჯერადია შეგიძლიათ გამოიყენოთ მილიონჯერ. არც არაფერი არ მოვა. მარილი გავაცარე და ეხლა ყოდრა მარილის გემო. სასიამოვნო წვია. მოკლედ მეგობრებო ეს იყო. მოდი აბა გადავაჯვარედინოთ. თამლაინისთვის. ეს იყო სიმინდი მარილში. კარგად გძანდებოდეთ. შემდეგ ვიდეო. ერთი შევიტყოდი, მაგრამ დაკავებული იყო. სადეთ რაკეთ რა გამოვიდა.